არასწორად შევედით და უბრალოდ მანქანა დაიჭირა ენერგიულად ვალიკო ენერგიულად მოგესალმებით ყველას მეგობრებო, თქვენ ხართ ისევ ჩვენს არხზე 900-ით და დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდით. ახალი ვიდეოთი, დღეს ვიმყოფებით ბანკში, მივდივართ პათანის მიმართულებით და დღეს ჩვენს ვიდეოში იქნება აი ეს ულამაზესი ავტომობილები, რომელიც ვეცდებიან რომ დაგვანახონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეხლა კი გავიაროთ თითოეული მანქანა და გაგაცნობთ მათ სპეციფიკაციებს და შესაძლებლობებს. ესე იგი, მეგობრებო, პირველ რიგში დავიწყოთ აქედან. ჩვენ გვაქვს მეორე თაობის პაჯერო, რომელიც არის 3 და 5 ძრავზე, რომელსაც აყენია ვანდას საბურავები, აგრესიული MT საბურავები. შემდეგ მოგვდის უკვე Mitsubishi L200, ყველასთვის ალბათ ცნობილი ავტომობილი, ჩვენი ილიას ავტომობილი, რომელიც არის ასევე ვანდა საბურავებზე, არის ქარხნული 2 და 5 ტურბოდიზელი. შემდგომ გვაქვს უკვე Grand Cherokee ZJ Kuzao Grand Cherokee, რომელიც არის 4 და 0 ძრავზე, მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ამასაც როგორც ჩანს, 8 კრუზას საბურავები უყენია, MT საბურავები. ყავს ასევე მეორე ZJ მოდელი, მეორე ZJ Grand Cherokee, რომელიც არის ასევე Journey Claus საბურავებით, 4 და 0 ავტომატური გადაცემათა კოლოფით. Xterra, Nissan თავისივე ძრავი, თავისივე გადაცემათა კოლოფით და ეს რა საბურავი არის? Fronway, რაღაც ესეთი ტიპის საბურავი არის, ესეც MT ტიპის საბურავი არის. და ყველაზე ჩემი პირადი მოსაზრებით ყველაზე მომზადებული ავტომობილი არის ჩვენი Pajero 2, 98 წლიანი Pajero 2, რომელიც არის Mercedes-ის M13 5 და 0 ძრავზე, მექანიკური გადაცემათა კოლოფით, 38 ზომა Maxxis-ის საბურავით და ნახოთ მოკლედ რა გველოდება წინ, ყველა ერთად ვიხილავთ ყველაფერს, იმედია ძალიან კარგად გავერთობით და იმედია ძალიან კარგ დროს გავატარებ და მშვიდობით დავბრუნდებით ისევ სახლებში. დავიძარით, ნელა მივდივართ, მივიწევთ წინ.
ჯერჯერობით ისეთი არანაირი დაბრკოლება არ შეგვქნია, მაგრამ საკმაოდ ისეთი საინტერესო აღმართებია, როგორც ბიჭები იძახიან. წინ შეიძლება დიდი ნამქერით შეგვხვდეს და ნიჩბების სამუშაოებაც კი დაგჭირდეს მოკლედ. ნახოთ. იმედია არ იქნება დიდი სირთულე, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველთვის მზად ვართ რა. ეს არის ერთადერთი მანქანა, მეგობრებო, რომელიც არის სტოკი და საბურავებიც მგონი ზამთრისები უდგარად. ჩვეულებრივი ქალაქის საბურავები უყენია ამ მანქანას და თავის ფაქტია, რომ აღმართის არ არის პატარა, მაგრამ აინც უჭირს რა მოკლედ ამ მანქანას ასვლა. არ ვიცი ახლა რას მოვიფიქრებთ. ავა მაინც ის კიდე ასვლას თუ დავტოვებთ საბოლოო ჯამში აქ. გადავიდა როგორც. მანდ უნდა გააჩეროს ჩემი აზრით ეგ მანქანა. მეორეთი ადი ხარ? თითქოს აპაროც ვერ იღებსო თავიდან. პირველით დააწყებინე და ეგრევე გამოსცხე მეორე ხო მექანიკაა. მიდი მიადგი და გამოვარტყი მეორე, მიდი. ჩამოაყენე უკან მაინც არ დაგორდეს. პაჯეროს ბლოკირება აქვს. შენ ღია ხიდებით ხარ, ხო? წინაც უკანაც ღია ხიდია. გამოვიდა მეორე. მიდი მიადგეთ. ვერა არა ვაფშე ადგილზეც ვერ ჩერდება ისეც ურავს. რომელი? ნელა. კალიფურლიაც მო. არა ის პაჯერო ადგილზეც ვერ ჩერდება ის. პაჯეროს ხაბურავები დაშვებულია აქ. ატეები უდგა რა. არ ვიცი შავი რეზინსაც არ გავს და. არა ხო. აი თუ
უნდა დაუღოთ მაშინაც აბა რა ვიცი. ჩაუღოთ სხვა რა გზა. მეჯო აქ თუ არა მოდიან ზევით მაინც ვერავ. ზემოთ უფრო ხო კიდია პადიომებია სადაც. პადიომი და თოვლი. ამაზე უარის პადიომებია ზემოთ. კი, თან თოვლია. არა ნახე ადგილიდან ვერ იზრდება. ცუასთან დაცულდა საერთოდ. გრუნი არა აქვს, ვერა ტრიალი. ვერა ტრიალი. აბა იქნება ის იქტერა ამოვიდეს როგორმე და. აბა იქტერა სადეთ ბიჭო. შუთ სადარა ყავ მანქანაშოთი. მე სახში მაგას. ჩემი სახშია კარგად არის დგას. რა ქენით? სანახაობა უნდა და ალბათ. როგორ ჯგროდებიან ამასო. რა ხდება? აჯეროთ დამკვირთ ულოვოის ზეც. ბევრი ჩავასხით, ბევრი ატეები ჩავასხით ულოვოის და რული იჭერება. არაფერი არ გაფუჭებულა. პირიქით აპგრეიდებზე მუშაობთ. ბევრი ამოღრა. რუსერია იმადა. დავდით. წავალ დავდგები მაგის დიდაც. ცოტა ხანი. გინ ამის დავდგე. მაინც. არგად მოვარდეთ. აბა ეხა მიდის სერიოზული სპეცოპერაცია მოკლედ რა. უნდა ავიდეთ ელორასზე. ელორასიდან გადავიღოთ. ერთი მისია შევასრულეთ. მეორე მისია შევასრულეთ, მესამე შევასრულეთ. აი და აბა დამაბი. კიდე შეგაგადა გამოგიძა. ატინა. სად არის ჩემი? სად არის ჩემი სუპერგმირული ფორმაი? აცი დავკახე. აი თოვლი დაგხო და ისე აქ. იმიტომ რომ ილო, შენი 37-ია თუ 38? 18? 38-ია საბურავი. ახლა სადამდე ჩადის. წამოდი თაზო.
ამოვლა ჭირდა რა, გაუყვალავი რაც იყო ილომ გამოყვალა კარგად და დანარჩენებსაც უკვე აღარ უჭირთ ამოსვლა. ანგილაკი გახსნა და აბა ოპა готово ევრიკი აღარა მე ნახევარგზაზე მეტი ამშვენე ვინ ზემოთ ვერში თუ იქნება დიდი ფორმა ოპა აი და ილიაც მოვიდა გადავარ რა იყო? უკა საიწია ესე რამდენს შვება ნახე პროტექტორი საბურავს თითქმის აღარაა ან აი აღარ არის არაფერი რა მაგრამ გვერდები უბრალოდ რამხელაა ეს გვერდები აკეთებს ძალიან საქმეს ახლა თუ გიან ზევით ხარავით ზევით აყენებ დამატებით გაგრილებებს რა დააყარე თოვლი ეგ არის მზად არის ყველაფერი ნამდვილ მანქანა აჰა არც დენს გთხოვს არც წყალს ენერგიულად ვალიკო ენერგიულად კი ნახამარ გაგვიყოლაჭი ცოტათია და უნერვიულო ბალერე ჩუმათიღებ შეიმფერადო შეიძლება მოწდეს კარგი ბიჭო რაინა დაადმი შენ რა აი აი ქონდა თო ბიჭო თუ გიაჩ გაგას ჩაუგდე რაც აქედან ერო პარა რავი ალბათ შია ყუმბარას აღარ აბრუნებს ვაფშე და მიდი მოიშადო საწაუ ბიჭებო თუ ლიმესილი დაგჭირდება ლიმესილი არის ძმაო და მიირთვით გახურდებით პრობლემა არ არის ბევრი დაგჭირდა ოფილი ეგ ეხლა რა ხდება მოკლედ ჩვენსაც რა ელორასმა გააფუჭა ყუმბარა ჩაეშალა ყუმბარა და გაგვიწია მანქანის ქვემო დატოვება მანამდე ბიჭები ამოდიან ნელ-ნელა რა ჩამოვლისას გავაყოლებთ მანქანას სამწუხარო ფაქტი მოხდა ნამდვილად მაგრამ აი ხა უკან ხმები რო გესმით ეს თაზო თავის პიატინოლით
კარგი ბიჭო, სუმე როგორ მომდევ? ბაჭა, შენ როგორც ჩვენი წინამძღოლი. რა სიტყვი გზის სირთულესთან დაკავშირებით? საშუალო დონის სირთულეა რა ეხა. ისეთი არაფერი. მით უმეტეს როცა გრანჩეროკით გაწინეხლა, იმ გზას ვერ დავარქვევ რომ რთულია ეხა, სადაც როგორ? ცოტა ხანში ვნახავ შენ გრანჩეროკს. მადლობთ კომენტარისთვის. არა, რა ვიცი, კაი გზაა ძალიან, დიდი თოლი არ არის და. ნახოთ ზემოთ რა იქნება. საშუალო სირთულეა ხო რა. ნუ ველოდებით რა, ბიჭებს ყველანი რომ ამოვიდნენ, გავაგრძელებთ ისევ გზას. ჯერჯერობით ამოვედით 1 2 3 4 მანქანა. 7 სახანძრო იყო ხო თუ 6? მოვედით ჯერჯერობით აი ამ მონაკვეთამდე და. დანარჩენებს ველოდებით. თამაში. აი მანდ მესამე უნდა ვაში. ჯო. ნელა გაგა, ნელა ნუჩქანო. გაგა. აიცა. ოპა. ინდა უთხარი. სო, ეგ არის ნამდვილი. ვილა ვალერა. ძირღა. მარცხნი ვაიგე. შენგან მარცხნი გელაპარაკე. შენგან თუ შენგან. გაასწორე, ახლა გაასწორე. სულ ერთია. საღულ შტუმარი თამაში აი გრე ბიჭო არ უნდა ფერი გაზოკვები აგრენი ჩინეთსა მუშაობ ერთ ის ვერ გავაგებე რუს ბოლდენ ვიგები თუმცა Πανέλα. Არასწორად შევედით და უბრალოდ მანქანა დაიკიდა ნამქერზე. უმარტივეს სამაშველო თქვენსაც.
ეხალა, ნოჩი ეხალა, ლუნა ეხალა. ზერევია ეხალა ვალერა. არ უნდა ყურება წამ. აწიანუნებენ სპეციალურად რა. ო რა ვიცი. იმას ვეუბნები დროს ნუტელა. დრო არის ფასი მეთქი ძმაო, ფული ვერ გავაგებინე. შენი ბრა. აჰა, ინდა გაიგო ეხლა. იქამდე მაინც ადები სწორზე და აი თამბულა ჩამოვიდა. ხედავ. აი წაპაც. ალბათ ზაღეზე ღიმილი, სევდა არ მანახო. იგი ბაჩანამ ვერ გაჭრა ნამხერი და ეხა მივდივართ ჩვენ რომ ჩვენ ვცადოთ. გაჭრა. ახლა რა იქ. არა ზმოვაზრი არა. რაც უფრო მაღლა და მაღლა ავარ, უფრო დიდი თოვლია. ეს ბოლო აღმართია დაუძლეველი რა. ვერავინ და ამ აღმართზე და თავში ალბათ მოუტრიალდებით ახლა აღმართზე შეჩენი. და ჩამოვიდა უკაცრავ გაჭერო და უფრო რამენაირად გამოვიყვანოთ. ნაგა. წინ ვერ გავხსოვს. Hey! Wal. მაგრა გუდაობელი. წავიდეთ მინდორში. მე გავასწორებ, კაცო, დაიწყო, წავიდნენ და აკა. წავედით მოკლედ და ეს აღმართი ვერავი არის და ჯობია რომ მანქანები რო არ გავაფუჭო ჯობია დავბრუნდეთ ისე მოკლედ ჩავალთ ქვემოთ საიდანაც დავიძარით და ცოტას შევჭამთ ცოტას ერთმანეთს რაღაცებს მოუყვებით თბილ სიტყვას გავცვლით ერთმანეთში და მერე უკვე დავიშლებით წავალთ ჩვენ სახლებში მოკლედ ჩამოვედით მეგობრებო ჩამოვედით ამ დიდი თოვლიდან დიდი ნავქერიდან და ეს ადგილია სადაც ეხლა
ძალიან კარგ დროს გავატარებთ, შევწავთ მწვადს, სიყვარულებით ერთმანეთს, გაუზიარებთ ჩვენს რაღაც ამბებს, ისტორიებს და შემდეგ უკვე დავბრუნდებით ჩვენს სახლებში და მოდია კარგად ჩავატარებთ ცხოვრებას. ნამდვილად საინტერესო დღე იყო, ბევრი საინტერესო რამ გადაგხვდა თავს. ვალიკო. ვებხო. სადა ვარ? ეხლა ვარ ბანგისის ხეობაში. ვერავდით, მაგრამ მოკლედ და დიდი ნამქერი იყო საჭირო და დავბრუნდით უკან. ჩამოვედით დაბლა. გარემო გვაქვს იდეალური, შესანიშნავი. მგონი რომ ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა მართლა რა. სირთულეები იყო, მაგრამ ბოლომდე სირთულეები იყო, არ გირჩევთ რომ მარტოებმა იაროთ ესეთ გზებზე, აუცილებლად მომზადებული მანქანებით იარეთ, აუცილებლად იარეთ სხვებთან ერთად 2-3 მანქანა მაინც ყოველ შემთხვევისთვის რომ დრამე რომ მოხდეს, ერთმანეთი ამოიყვანოთ და ერთმანეთს დაეხმაროთ, თორე დღეს რამოდენიმე მანქანა გაგვიფუჭდა და შესაბამისად რო არ ყოლოდა დანარჩენი მომზადებული მანქანები, იქიდან ვერ დავბრუნდებოდით სახლებში. ასე რომ რა ვიცი, უყურეთ ჩვენ სარხს, უყურეთ, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ესეთი მშვენიერი ვიდეოები რა, იმიტომ რომ ჩვენი ვიდეოებიდანაც შეგიძლიათ ძალიან ბევრი, ნელა, ბაჩერ ნელა. შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამ ისწავლოთ მოკლედ ამ სფეროსთან დაკავშირებით და